მოგესალმებით, ეს TV25-ია. თუ ადრე ჩვენს არხს მხოლოდ აჭარის მოსახლეობა უყურებდა, ეხლა უკვე მთელი საქართველო უყურებს. თუ ადრე 25 არხზე ყველაზე რეიტინგული გადაცემა ნეკროლოგი იყო, ეხლა უკვე შეგიძლიათ ვიყუროთ ჩვენ, ცოცხლებს. მეტი პოზიტივი, მეტი ღიმილიანი სახე, თავისუფალი იუმორი, ყველაზე და ყველაფერზე. ტრაკი, მაშასე, ეს არის მიუკერძოებელ იუმორისტული საინფორმაციო გამოშვება ხებერ ნიუსი და ჩვენ მისი წამყვანები დავით მოისწრაფიშვილი და დიანა ჯოჯუა გახლავართ. თორნიკე წულუკიძე. რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში? რატომ დამიტოვე სევდა გულში? იცოდე რომ არ დაგტოვებ მარტო. ბათუმის ბულვარში ჩვენ ვიცეკვებთ მარტო ბათუმური სიახლეები. ბათუმში ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო ჯგუფი ზვერი. სამწუხაროდ მათი ვიზიტი გადაიდო, როგორც გაირკვა, არც ერთი ჯგუფის წევს არ ჰქონდა აჭარაბეთი, რომ კულტურის სამინისტროს თანხა ჩაერიცხა. სამაგიეროდ ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა გურამაის ბაღანა, ნამეტანი ჯაზია. ბათუმის მოცეკვავე შადრევნები ბლექსი არენაზე იცეკვებენ. ბარცხანაში ბირჟაზე მდგომი ბიჭები მოითხოვენ, რომ სასწრაფო რეჟიმში ჩატარდეს გეი პარადი. უბანში ნამეტანი უპონტობაო. სტეფანოვკაზე ჩატარდა ქახის ფესტივალი. ახალგაზრდების უმეტესობა ერთჯერადი ბრიტვით მივიდა. როგორც ვიცით, სარფში სკალებთან წყალი ქვებით ამოავსეს. ეხლა უკვე თქვენ შეგეძლებათ ჯერ გადახდეთ და მერე ჰოპ დაიძახოთო. მერე ოუ, მერე და ურეხელმა ბავშვებმა ჯარფის ჩაბარებასთან ერთად ეროვნული გამოცდებით ჩააბარეს. რატომ ითბორება წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები? რატომ გვაქვს ბათუმში საცობები? რატომ არ გაიყვანეს გაზი ყველა სოფელში? რატომ არ ჩაიწვის საროჩკა მე რო გითხარი? ამ და სხვა პრობლემებზე მოგვიყვება ჩვენი პარტიის პრეზიდენტი ავნი ბედინაძე. გისმენთ ბატონო ავნი? მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეს გახლავთ ეხლა ხანს ჩამოყალიბებული პარტია ზათინ და მე მისი დამფუძნებელი ავნი ბედინაძე გახლავართ. ეს პარტია ჩამოყალიბდა ჩვენთვის და არა ხალხისთვის. ამიტომ ხმა მიეცით პარტიას ზათინ და ყველაფერი კარგად იქნება ზათინ. ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რაც დღესდღეობით არსებობს ქვეყანაში. დავიწყოთ უმუშევრობით. ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი, მაგრამ მე სხვებივით არ ვაპირებ ბიძაშვილების და მამიდაშვილების დასაქმებას. მე პირველ რიგში დავასაქმებ დედაჩემის მხრიდან დეიდაშვილებს და ტაიაშვილებს. ამას მე აქამდეც ვაკეთებდი, ეს არ არის შემთთვის სიახლე, მე ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გაგზავნილი ევროპაში, ჩაიზე გინდა თუ თხილზე. უმუშევრობას რაც შეეხება ავიდეთ რეგიონებში. მაგალითად თხილნარში ხალხი საკალმახებით და თევზჭერით ირჩენს თავს. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა უფრო მსხვილი და ფართო ბიზნესად ვაქციოთ ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ყველა საკალმახებში ჩავყრით ვიაგრებს, დანარჩენს თვითონ თევზები მიხედავენ. რაც შეეხება ქედას, ქედაში გავხსნით რკინის ქარხანას. ალბათ ყველას გაგიგიათ ცნობილი გამონათქვამი, მე ვარ ქედელი კინიკნეტელიო. ესე კარდაკარ ვივლით თითოეულ მოსახლესთან და შევეკითხებით თუ რა პრობლემები აქვთ. მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება სიარული თუ ესეთი საცობები გაგრძელდება. ამ საცობებსაც მოაგვარებს ჩვენი პარტია. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან ბევრი ბერიძეა. ყველა ბერიძეს ჩამოვართვევთ მართვის უფლებას. ჩათვალეთ, რომ 90% ავტომობილის გაჩერებულია, 10% ვივლით არხეინად. თუ ვივლით ის 10%-იც, იმიტომ რომ საწვავის ფასი არის საწვავს აქვს ცეცხლის ფასი. საწვავი და ცეცხლი ერთად არის ბომბი. საწვავი უნდა იყოს უფასო, საწვავი უნდა ღირდეს 0 თეთრი, სანამ მე საკუთარ მანქანაში ბაქს არ გავავსებ. შემდეგ დაუბრუნდება საწყის ფასი. რაც შეეხება ტურისტებს, მოგეხსენებათ, ბათუმი ტურისტული ქალაქია, ამიტომ რაც მეტი ტურისტი იქნება ბათუმში, მით უკეთესი. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, როგორ მოვიზიდოთ ტურისტები. მაგალითად, ეს არის ევროპა, ეს ბათუმი. დავხარეთ ხელი, წამოვიდა ევროპელები ბათუმში, ესე გავაკეთეთ ხელი, ტრამპლინი რა, შავ-ზღვაში ვარ გადავარდე. დაისვენა ტურისტებმა, გავიდა სეზონი, აუწიეთ ხელი, გავუშვით უკან ტურისტები. არ მოგწონს, აიდარდი. რახან შევეხეთ ბათუმს, როგორც ვიცით, ბათუმში ძალიან ბევრი თურქია. ჩვენ ვიცით, როგორ შევამციროთ მათი რაოდენობა. კაზინოებში დავაწესებთ ჯეკპოტს, გამარჯვებული გაემგზავრება საზღვარგარეთ სამუდამოდ. კაზინოში ვინ დადის, ვინ მოიგებს თურქი. მოიგებს თურქი, გაემგზავრება თურქეთში დასასვენებლად სამუდამოდ. ანდაც უზბეკ სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს წელზე მოვაბამთ თოქს. თოკით წავალთ, გადავალთ თურქეთში, რიზეში, დავკაჩავთ თოქს, წამოვიდა თურქი. დავკაჩავთ, წამოვიდა იქამდე სანამ საზღვარზე არ გადავიყვანთ. მერე სასომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის საზღვრის კარებებს გავაღებთ და ცოტა ხნით გავანიავებთ საქართველოს. ჩვენ მართლა ვზრუნავთ ხალხო თქვენზე, ჩვენი პარტია ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ ჩვენ მოვაგვაროთ ეს უამრავი პრობლემა.
მეც სხვასავეთ ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი, ამ პარტიამ თუ ყველაფერი არ შეასრულოს, მე ვიყო ქვეყნის შვილი. კარგად ვწანდებოდი. დიდი მადლობა ავნი ბედინაძეს, წყალსნაფოთი ჩამოქონდა. ალვის ხის ჩამონათალი, დაჯექქალო დამიაბლე. რეგიონალური ხებრები. როგორც ვიცით, რიოს ოლიმპიადაზე აჭარის მკვიდრმა შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიური медаლი მოიპოვა. სახელმწიფო მას ფულადი პრიზი გადასცა, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტმა ღირსების ყურუთი. ქედაში ასობგერა რს ფესტივალი გაიმართა. გამარჯვებული ააყავთ. სამწუხარო ინფორმაცია, სოფელ წონიარიში ჩაიშალა ფერების ფესტივალი, მოსახლეობამ ვერ გაარკვია წვანე და ლურჯი. ქობულეთში ამერიკიდან ჩამოიტანეს მანდარინის ახალი შესაწამლი ნივთიერება. ქობულეთის მოსახლეობის აზრით, მომავალ წელს ერი მკაველაით მეტი მანდარინი იქნება. შუახევში იგეგმება ნინო ჩხეიძის კონცერტი, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მარშრუტკაში ბევრი ადამიანი ფიზიკურად ვერ ეხება. რის გამოც მოხუცებმა საპროტეზო აქცია გამოთქმეს და ხოთიელება მასშტაბურადაც იყოს ეს კონცერტები. სოფელ კვაშტაში დაკავებულია ქათამი, რომელმაც კვერცხის დადებაში ქრთამი აიღო. გამოძიებას აწარმოებენ ჩვენი ექსპერტ კრიმინალისტები შერლოკაი და მერლოკაი. ვნახოთ სიუჟეტი. შერლოკაი, როგორც ყველა ადამიანი, ისიც სამშობიაროში დაიბადა. მერლოკაი, როგორც შერლოკაი, ისიც სამშობიაროში დაიბადა. შერლოკაი, მისი პარამეტრებია 95, 78, 97. წინ 5-5-5. მერლოკაი, იგივე, ოღონდ წინ 5-7-4 და პორტი. ქათამი, დაბადებული 1987 წელს, დაბადების ადგილი კვერცხი. მერლოკაი, საყვარელი საქციელი, სალტო. შერლოკაი, საყვარელი ფრაზა. შერლოკაის კაზალ ბოქს კაზალ. შერლოკაი და მერლოკაი აჭარაში მანდარინზე მოთხოვნადი გამომძიებლები არიან. პირველი საქმე, ქათმის დაჭერა. გამარჯობათ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. რასაც თქვენ იტყვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება სასამართლოში დაკაკანებული. გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში გამოგზავნის პროდუქტს, ასევე ტანსაცმელს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ქართულ მოსახლეობას ქვეყნიდან გაუსვლელად შეეძლება გერმანული ნაწარმის მოპარვა. ხო, ფაზზე ჩამოვარდა მეტეორი. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იკითხოთ მეშვიდე რიგში აკუმულატორებს რომ ყიდიან, იმის წინ გოჩა, მაგას აქვს ყველაფერი მაგნაირი. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ხდება ცნობილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ესაჭიროებათ მეორე რეზოს უარყოფითი სისხლი ტარაკნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭაობის დასახლებაში ერთ-ერთ კერძო სახლში ჩაატარა ჩხრეკა. მეორე სართულიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. პირველ სართულზე მიდის ყვინთვითი სამუშაოები. საქართველოს განვითარება დამოკიდებულია კარგ ეკონომიკაზე. ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ახალგაზრდებზე. დღევანდელი ახალგაზრდები კი დამოკიდებული არიან სოციალურ ქსელზე. სწორედ ამიტომ არჩილ დავითაძემ ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვიმზადა საინტერესო სიუჟეტი. ნახოთ. მოგესალმებით ტელემაყურებლებო. მე შევეცდები ყოველ გადაცემაში მოგიმზადოთ საინტერესო რუბრიკა. დღევანდელი სიუჟეტის თემა დაეთმობა ისეთ ბიჭებს, ვისაც მეგობრებში ყავს სამი ტიპის გოგო. პირველი მეგობარი გოგო, ვისთანაც გვაქვს უშუალოდ მეგობრული ურთიერთობა, მეორე გოგო, რომელსაც კერავთ, ხოლო მესამე გოგო, რომელიც გვიყვარს. ეხლა მე წარმოგიდგენთ Facebook chat-ს თითოეულ მათგანთან. Привет, ნი, როგორ ხარ? რა საქმიანობ? რავი, არა მისოქენ. მაღაზიაში აღარ მუშაობ. სასტუმროში დავიწყე მუშაობა, ადმინისტრატორად. ძალიან კარგი, ყოჩა.
ჰაინი, როგორ ხარ, რა შვები? რავი, არა მიშავ, შენ რა საქმეა? რავი, მაღაზია დაუხურე და სასტუმრო გავხსენი. რა მაგარია, მაშინ გნახავ. ამ სიუჟეტისთვის უნდა გამოგვეყენებინა გოგო, რომელიც შეასრულებდა ნაშის როლს, მაგრამ რადგან ბათუმია, მსგავსი გოგო არ მოიძებნა. ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ. დრო დადგა ცოტა სერიოზულად დავილაპარაკოთ. მოდი დღეს ბარში შევხვდეთ. კარგი. ჩემთვის ცოტა უხერხულია რა, ძნელია პირველად ხდება ეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შენაც ხვდები ალბათ, რომ ეს ადრეს უგია უნდა მომხდარიყო და უნდა გითხრა რა, რომ ძალიან მიყვარხარ და ჩვენ ალბათ ერთად უნდა ვიყოთ და ეს არის ჩემთვის მთავარი ახლა შენი გზნობები და შენი დამოკიდებულება ჩემდამი და დანარჩენს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. დიდი მადლობა არჩიმ, ეხლა კი ახალგაზრდული ხებრები. კლუბი მანდარინები სეზონის ბოლოს ორად გაიყო: სუპერები და ენესები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტის განცხადებით, თოხის ქნევას დიპლომი არ სჭირდება. ბათუმის უნივერსიტეტებში დაიწყო სწავლა. სწორედ ამიტომ ჩვენმა კორესპონდენტმა რატი ველიაძემ მოგვიმზადა სიუჟეტი. ნახოთ. ეხლა მე ვიმყოფები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს ძალიან უხარიათ სწავლის დაწყება. ისინი მიემართებიან აუდიტორიებისკენ. ამ უნივერსიტეტს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ყავს აღზრდილი, რომელი ერთი გვინდა. მაგალითად, რაც არის? თქვენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ბრძანდებით? სამივე. და სახში იციან, რომ სწავლობთ ამ უნივერსიტეტში? რომელი კურსის სტუდენტი ბრძანდებით? მეორე. და დიპლომს რო აიღებთ, შკაფი თუ გაქვთ რო შემოდოთ დიპლომი. გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა. სამშაბათს 5:09-ზე მოვა შკაფი. კარგით, მადლობა. მადლობ თქვენ. ძვირფასო მეგობრებო, მე ეხლა შევერკინები მსოფლიო ჩემპიონს მარინა ფუტკარაძეს მკლავჭიდში 1 2 3. თავიდან? ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთი სტუდენტი გოგონები გყავს ჩვენ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ეხლა ვიხილავთ მწვრთნელის და მოწაფის მკლავჭიდს. იტყვიან მასწავლებელს ჯობიაო, ნახოთ. მოიმზადეთ. Red go! მაგარი მცელობა. კარგი რა. კარგი, ჩვენ სხვა რამე გადავიღოთ და მოვიდეთ, ესენი ისევ ესე იქნებიან. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე თქვენ? რამე კურიოს ხო ვერ გაიხსენებთ? თქვენი ცხოვრებიდან. ამასთან ერთად სხვა თამაშს ხო ვერ შეითავსებ? იქით ახელით ნარც ვერ ითამაშებდით? კი ბატონო, კაცო. ერთ-2 სიტყვას ხო ვერ მეწყეთ უნივერსიტეტში შესაძლოა. რომელი კურსის სტუდენტი ბრძანდებით? მესამე? შეგიძლიათ თუ დაიფიცოთ? გებიწერით. ჯერა თქვენი, დიდი მადლობა. გამარჯობათ, ერთ-ორ სიტყვას ხო ვერ გვეტყვით შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან დაკავშირებით? ჩემმა ახლობელმა ვერ ჩააბარა, ვერ მოხდა წელს უნივერსიტეტში და შეგიძლიათ 3 თვე რო თქვენს მაგივრად იაროს და ისწავლოთ, დაუთმოთ ადგილი. მაგარი ხურობა. არ შეგიძლიათ? ეს ის არის ხა? გამოგიცანი, სულ მინდოდა ეს. უნივერსიტეტის მესამე სართული თუ ვიმსჯელებთ და ვიზუალურად თუ დავაკვირდებით, ჩემი ახლობელი სავარაუდოდ მე-7 პალატაში უნდა იყოს. აი მაგალითად ჩემი მეგობარი სწავლობდა უფროსი 40 წლის მეგობარი მყავს, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი და თავის შეღებილია ეს კედლები. კი, ესეც ხდება ხოლმე. ძვირფასო მეგობრებო, მე შემიძლია დავამტკიცო, რომ სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება სულაც არ არის სავალდებულო, რომ რომელიმე ლექციაზე დავესწრო.
დიდი ბოდიში. დეკანატში ვიყავი სიაში არ ვარ და შეიძლება რომ დავას დავაგვიანებ შეიძლება. მადლობთ. ბოდიში. ვერძაძე. თურქი არა ვარ თურქი. ავიც თუ საჭიროა გავხდები თუ ლექციაზე მაგისტრის უნდა დავშ. ბოდიში შეგიშალეთ ხელი. დიახ. ანუ დავაგვიანე მოსვლა და დავით ვერძაძე. მადლობა. მოხდით საიდან დავით? ბათუმიდან. ანუ სამოვდით ადრე? არა, ეხა ჩავირიცხე წელს. არასწორად ხوار შემოვედი. პირველ კურსელი ვარ. კი. მეოთხე ვარ, ხო? ამერია. მეოთხე, ამერია. დიახ. მეოთხე კურსზე გადმოვედი სამედიცინოდან თბილისიდან. პირველად ხო არ ხარ თუ ამერია პირველ კურსზე და მაგითო დაგიწყო. ეხა კი. სტომატოლოგიაზე. კი. ქოვილის სინდრომი. დაზიანების მხარეს ბოდიში ძალიან დიდი ბოდიში უპასუხებ შეიძლება უცებ დიდი ბოდიში. უკაცრავად. აუდიოცენსი იქნება თქვენი პრაქტიკის მოძრაობა მხარეს აწარმო. ოზიანდეს არის. კამდე ვერ დამირეკეთ. მე ახლა ვიმყოფები სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზოში, სადაც ჩვენ გავესაუბრებით სტუდენტებს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ყველა შეგხვდებათ ესეთი ადამიანი. უკაცრავად ერთი ჰამბურგერი შეიძლება? მადლობა. აუც მურად მომაკბეჩიე და როგორ დაგინახავთ ჩუმად რო ჭამოთ ლექციაზე? მე მაინც პატარა ვარ და ვერ დამინახავს. ანუ მერხის ქვევით. ხო, რატომაც არა. ანუ თქვენ როგორ ჭპარგალკა ისე ხართ ხო ლექციაზე? არ ჩანხართ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. აუცილებლად გიხილავთ რომელიმე ტანკერზე. მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, მე თვითონაც 2008 წელში ჩავაბარე ამ სასწავლებელში. ძალიან მიყვარს ეს ადგილი, იმიტომ რომ ეხა მე მესამე კურსზე ვირიცხები, დაახლოებით 9 წელი ამ სასწავლებელში ვსწავლობ. გამარჯობა, თქვენი სახელი? ნიკოლოზი, მე დავითი მქვია, სასიამოვნოა, რომელ კურსზე ხართ ნიკოლოზ? პირველ კურსზე ვარ, წელს ჩავაბარეთ. ხوار შეგიმჩნევიათ რომელიმე გოგო წვერს რო იპარსავდეს ლექტორის დავალებით? ისე ერთი ისე კი, დავინახე როგორ არის. ესე იგი გემზე გინდათ წასვლა? გემზე არ მინდა. საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი. ანუ თქვენ გემზე არ აპირებთ წასვლას? არა. გემი რო ჩამოვიდეს თვითონ? თვითონ გემი რო ჩამოვიდეს არ ახვალთ მაინც გემზე? არა, არ მეხება. ძვირფასო მეგობრებო, მე უკვე გავესაუბრე აქ მყოფ სტუდენტებს, ძალიან საინტერესო გამოვიდა დღევანდელი სიუჟეტი, მე უკვე შემიძლია დავისვენო, ამოვიღო სიგარეტი და მოუწიო. ყველა ადამიანს სჭირდება ალბათ კარგად იცით დასვენება. დიდი მადლობა რატი. ჩვენი გადაცემა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ რამოდენიმე წამში შემოგიერთდებით სტუმართან ერთად. დროებით. და რამოდენიმე წამის შემდეგ დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ რომ ეს არის გადაცემა ხებერ ნიუსი. მოკლედ როგორც დაგვირდით, ჩვენ შემოგიერთდით სტუმართან ერთად, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს. მოგეხსენებათ რომ თანამშრომელთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ გამოგივიდეს საქმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენს თანამშრომელთან გქონდეს კარგი ურთიერთობა და ამიტომაც ჩვენ ყავს სტუმარი გადაცემა ბარათის წამყვანი მარიამ ბერიძე. დავიწყოთ იქიდან, რომ მარიამ ბერიძე რას გვეუბნება.
გადა იმისა, რომ სახელი და გვარი მარიამ ბერიძე. ბერიძე გვეუბნება იმას, რომ ძალიან ბევრი ხართ. კი, რა თქმა უნდა, ერთადერთი გვარი, რომელსაც არ ულოცავენ გამრავლდითო. ბარათის გარდა რა საქმიანობთ? ბარათის გარდა აეროპორტში ვმუშაობ. აეროპორტში მუშაობ და რამდენჯერ ქონიათ გაფრენის სურვილი ბათუმი? ეს იმ შემთხვევაში, როდესაც თვის ბოლო მოდიოდა და ხვდებოდი, რომ ხელფასი აკეთებოდა? არა, ხელფასი მერიცხებოდა, უბრალოდ ის ხელფასი არა მე რაც მინდოდა. ანუ მაშინ მინდოდა, რომ გავფრენილიყავი სადღაც შორს. კარგი ბატონო, ეხლა ერთი კითხვა მაქვს, კიდე მართლა მაინტერესებს და ალბათ თორნიკესაც დაინტერესებს და ალბათ ჩვენს ოპერატორებსაც და საერთოდ ყველა მამაკაც დაინტერესებს. ის რომ წელს აჭარაში ჩამოვიდა ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, განსაკუთრებით მანდილოსნები ახლა ჩვენ გაინტერესებს. მამაკაცებისა. განსაკუთრებით რომელი რეისი გაინტერესებთ კიდე? ხარკოვი ბათუმი. ან კიევი ბათუმი, მოსკოვი, კიევი არ გაინტერესებს. მოსკოვი, კიევი არ გაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთან არ ჩამოდიან. ისეთ რეისებზე ვლაპარაკობთ, მინდება რომ სიგარეტი მოვწერ. ამის მე მინდა გითხრა. კი ბატონო, მეც და რა მაინტერესებს? თუ გშურთ? არანაირად. აი რანაირ დამოკიდებულებაში ხარ ბათუმელი გოგოები, აი მაგრამ აინტერესებს. ხო, ბათუმელი გოგოების სახელით გვინდა თქვენი აზრი, რომ აი ტურისტები მაგარი გოგოები ჩამოდიან. სიამოვნოა დამიჯერე, მე არ მაქვს მსგავსი რაღაც პრობლემები. ანუ ზემოდან არ არეგნობასთან დაკავშირებით არა, პირიქით პირიქით მიღურებელი სინზემოდელი. რა თქვა ხარტი გოგოები და რას ამბობ? მე ხავ ზივარ თორე შე რა იცი მე. ეს ამაღლებულ სკამზე რო ზიხარ თუ იცი? ამაღლებულ. მართლა მაინტერესებს ბარათში, აი რა SMS-ი მოუწერიათ ან რა არ მოუწერიათ ან რა უთხოვიათ ან ისეთი რა იყო, რომელიც ანუ ყველაზე იუმორისტული იყო შენთვის. კი, ნამდვილად, ანუ უყურებ ხშირად დავით და ალბათ ბევრი უყურებს გადაცემა ბარათს, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ოღონდ როცა ეთერშია ვარ, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერი გვაქვს, როგორც იცი, ლაივი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ვერ ვახერხებ საკუთარ თავს უყურო, ხო გესმის? კი, მესმის. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უმრავლესობა ითხოვს პაპიტოს, ყველაზე ცნობილ მუსიკას, რომელსაც საზოგადოების ალბათ ძალიან უმრავლესობა ეხმაურება. და თქვენ მოგწონთ ეს პაპიტო? მე არ მომწონს, მაგრამ ვითვალისწინებ საზოგადოების აზრს. პაპიკო? რა მაინტერესებს, რითი მოძრაობთ ახლა აეროპორტში, დადიხართ TV25-დან იქ, მანქანა, ავტომობილი? კი, რა თქმა უნდა, ავტომობილი ყავს. აჩევნიკები თუ ჩახშლიათ ოდენ? რები? აი წარმოვიდგინე, ხარ არარეგულირებად გზაჯვარედინზე, აი რასაკეთებ? ყველაფერს. ყველაფერს? რა თქმა უნდა. აი მაკიაჟსაც იკეთებ. კი, აბსოლუტურად ყველაფერს. ყველაფერში შედის ყველაფერი. პაპიტოს უსმენ. პაპიტოსაც უსმენ, ტელეფონსაც ვლაპარაკობ, მაკიაჟსაც ვიკეთებ, მანქანასაც ვატარებ, გავაგზავნე თუ გამიჩერებ. სესხსაც აძლევთ ამჯერად. კი, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ. და დაისველეთ, მას სწორდება თუ ისევ ისეგებ რა, ეს კითხვა მაქვს, მე ბევრი. მე არა, მე მსგავსი შეკითხვები არ მაქვს, ამიტომ შენი მედიებას ადამიანს. გამოწერილია ეს. ხო, ანუ მე მსგავსი შეკითხვები არ მაქვს, ანუ ხვეულია, დაბანილიც, დაუბანილიც, უბრალოდ რაც შეეხება დავარცხნილი, რამდენად დავარცხნილი მაქვს, ეგ უკვე მოსაკითხია. ხშირად მეკითხებიან ივარცხნით მას, რა თქმა უნდა, იხოც დავარცხნი. მე მაგალითად რას მეკითხებიან ახლა შენ. ესე მაინტერესებს. სულ მეკითხებიან, მე მართლა ეს გიდგება თუ იყენებო. სულ ეუბნები რომ ის ხასიათს გააჩნია. არა, ეს არის იმა. სულ ეუბნები რომ ისე მიჩვეულია რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უხეშად მოვიპოვეთ ის SMS-ები, რაც ბარათში SMS გზავნილები, რაც ბარათში გამოვიდა, მაგრამ თქვენ არ წაიკითხეთ. საიდან? ჩელტიდან. როგორ ეგ SMS-ები შეუძლებელია. აი, ამოგიბეჭდეთ და უნდა წაიკითხო ეს SMS-ები. ყველაფერს ვიზამ ჩვენ, მინდა გითხრა. დაგვიჯერე. გასაგებია, რადგან თქვენთან ვარ ვითვალისწინებ, ეხლა წავიკითხავ. მოკლედ, მოდი დავაანონსო. ჩვეულ რიტმში დაიკითხე, როგორც კითხულობ. ხო, ანუ ამ დროისათვის შემოსულ SMS გზავნილებს გადავხედავ, ჩემო კარგებო. სიამოვნებთ არა, აქაც რო ისმენთ გადაცემა ბარათის თემას ნამდვილად. და წავიკითხავ პირველ SMS, რომელიც ამ დროისთვის არის შემოსული. ძალიან ლამაზი გოგო ხარ, გიждები შენზე, ძალიან პოზიტიურად მიყავს გადაცემა ბარათი. ესე უნდა მომეწერა გოგო? ანუ ეს ნაცნობი ადამიანია და აქ დაგავიწყდა, მე ხო გითხარი, ბარათის დედოფალიც უნდა მოგეწერაო. ხო. ანუ ეგ
შენ გაიღატავე დაჟე? რა თქმა უნდა უპასუხე, რას ამბობ, აკელი აქ რაღაცები კიდე მქონდა ნათქვამი. არ გამომივიდა? გიხურებთ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ძალიან საყვარელი. თუ დროულად არ დაფარავთ ცეცხლს, თქვენი საქმე გადაიცემა აღსრულებაში პატივისცემით ონლაინ კრედიტი. ანუ შენ სარგებლობ ამ ყველაფრით? უნდა არ დავაკონკრეტოთ რომელი. იცი რამე შეიძლება ყველად. კიდე ერთი კითხვა შეიძლება. თქვენი აზრით ეს გადაცემა თუ იქნება ბარაძე მეტი, ანუ რეიტინგული თუ იქნება ბარაძე მაინტერესებს. ბარაძე მეტი ვერა, მაგრამ აი ეს დაგვეწევით რა. ნენელა? კი, დაგვეწევით. უბრალოდ ჩვენ არ გავჩერდებით აი ეგ მომენტია, მიხვდი და როდის დაგვეწევით და გავსწორდებით ეგ უკვე მოსწავლეთ. ჩვენ არ ვჩერდებით და ამიტომაც შემოგერთებით მომავალ კვირას. ვიყურებთ, ეს არის ხებელ ნიუსის TV25-ზე ყველაზე პოზიტიური, არამიკერძოებული, ღიმილიანი და იუმორისტული აჭარაში რა თქმა უნდა ეს არის თავისუფალი სივრცე ჩვენ გვიყვარს ყველა მადლობა მარიამს მადლობა თონიკე დიდი მადლობა შენ მადლობა ბიჭებო მოწვევისთვის აი ესე ესე მეგობრულად და ასე აჭარულად და მშვიდობებით გეყურბანეთ აჭარა აჭარლებს